ამ დრომდე უცნობია, როგორ იქნება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამოქმედო გეგმა. პარტიაში კონსულტაციები მიმდინარეობს. აზრი ორადაა გაყოფილი. ნაციონალური მოძრაობის ნაწილი მიიჩნევს, რომ ბოიკოტი უნდა გამოაცხადონ და პარლამენტში არ შევიდნენ, ნაწილი კი საკანონმდებლო საქმიანობის გაგრძელების მომხრეა. გურამ როგავა განაცხადებს თემას ახლა პირდაპირ ეთერში. გურამ, საკითხს ექს-პრეზიდენტიც გამოეხმაურა, რა პოზიცია აქვს მიხეილ სააკაშვილს? დიახ, არჩევნები საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის მოქმედმა გუბერნატორმა შეაფასა უკრაინიდან. მან Facebook-ზე ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ არჩევნები გაყალბდა და ამისთვის ხელისუფლებამ გამოიყენა მისი თქმით ძალადობრივი მეთოდებიც. შესაბამისად, სააკაშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნების შედეგებს პარტიამ ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს და არ ჩაერთოს მეორე ტურებში. თუმცა მიხეილ სააკაშვილი აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ აუცილებელია ლიდერებმა აზრი იკითხონ თავად ამომრჩევლისგან და აქტივისტებისგან და მათთან შეხვედრის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება. ამ სიტუაციაში საუბარი იმაზე, რომ მეორე ტურში ეს რამე შეიცვლება, სანამ თავარი ფაქტორები არის იქ, რა თქმა უნდა უაზრობაა. მეორე ტურის წინ ივანიშვილს ნათქვამი აქვს, რომ ის მის კანდიდატებს გაამარჯვებს ყველა ოლქებში. რა თქმა უნდა, დღევანდელი საარჩევნო სისტემის პირობებში ეს ასეც იქნება. ამიტომ პირდაპირ გითხრათ, რომ მე ვერ ხედავ ას. რა თქმა უნდა, ეს ყველა კანდიდატის ინდივიდუალური გადასაწყვეტია მეორე ტურში მონაწილეობის და ამითი პრაქტიკულად ლეგიტიმაციის ძალიან უხეში დარღვევებით ჩატარებული არჩევნები. ჩვენ ამ დრომდე ვრჩებით ნაციონალური მოძრაობის ოფისთან, სადაც დილიდან იკრიბებიან ლიდერები, ასევე რეგიონული ოფისების წარმომადგენლები და კონსულტაციის გზით ცდილობენ, რომ საერთო საბოლოო პოზიციაზე შეჯერდნენ. ლიდერები, რომლებსაც ჩვენ ვესაუბრეთ, ეთანხმებიან მიხეილ სააკაშვილს იმაში, რომ არჩევნები გაყალბდა, თუმცა არ იზიარებენ პოზიციას, რომ მაჟორიტარები მეორე ტურებში არ უნდა ჩაერთნენ. მათ შორის არის ტარიელ ლონდარიძე, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი კანდიდატი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს გუნდი და იტყვის, რომ არჩევნებს ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ, ის მაინც აპირებს, რომ მეორე ტურში ჩაერთოს. მე პირადად როგორც კანდიდატი მაჟორიტარი ბორჯომი ასპინძე ახალქალაქში ვთვლი, რომ ბორჯომი ასპინძე ახალქალაქში არჩევნები გაყალბდა. ჩვენს წარმომადგენლებს შეაქვს უკვე საარჩევნო ოლქში საჩივარი 8 უბნის გაუქმებასთან დაკავშირებით, იქნება დანიშნული მეორე ტურის არჩევნები და მე ვაპირებ პირადად, როგორც მაჟორიტარი გავაგრძელო ბრძოლა გამარჯვებისთვის. ხო, რომ მეორე ტურებში არ მივიღებთ მონაწილეობას, გუნდის ესეთი პოზიცია თუ იქნეთ, თქვენ იქნებით გამორჩეული, მაინც მიიღებთ ამის მიუხედავად. მე პირადად მივიღებ. ეს არჩევნები გაყალბდა ისეთნაირად, რომ ზუსტად ის პროცენტი, რაც აბსოლუტურ გამარჯვებას მოუტანდა ოცნებას, აი ეს პროცენტი იქნა 1000 გვარი манипуляციებით, არა მარტო გაყალბებით, დაშინებით და მოსყიდვებით მიღებული. და ბუნებრივია ეს მეთოდი ამოქმედებული იქნება მეორე ტურშიც. ჩვენ ოპოზიციურ პარტიას რაიმე კონკრეტული, ასე ვთქვათ, კონტრმეთოდი, რომელიც ამას 100%-ით გამორიცხავს, ახლა არ აგვაქვს. მაგრამ არის კიდე ძალიან ბევრი ფაქტორები, რაც გასათვალისწინებელია, თუნდაც 500.000 ამომრჩევლის უფლებების დაცვა და მათი ადვოკატირება პარლამენტში. ნაციონალური მოძრაობა ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობს, თუმცა მე მაყურებელს შევახსენებ, რომ არც ერთი საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებოდა, არ აცხადებს, რომ არჩევნები არის არალეგიტიმური. პირიქით, განცხადებებში ყველა ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს, რომ რაიმე სახის მნიშვნელოვან დარღვევას ადგილი არ ქონია, რომელიც საბოლოო შედეგზე მოახდენდა გავლენას. თუმცა ამ განწყობას არ იზიარებენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, მაგალითად დავით დარჩიაშვილი ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა ისეთი მეთოდებით, რომლის აღმოჩენის მექანიზმებიც საერთაშორისო ორგანიზაციებს მისი თქმით ამ დროისთვის არ გააჩნიათ. არასამთავრობო ორგანიზაცია ლეგიტიმაციას ერთქვეშ არ აყენებს, ამბობენ, რომ არჩევნების საბოლოო შედეგზე არ ქონია ზეგავლენა იმ დარღვევებს, რომელიც იყო. მასე არ არის, არჩევნების საბოლოო შედეგზე 1%-ს აქვს გავლენა, რასაც მე უყურებდი, მე თვითონ ახალციხეში ვიყავი, ან გლდანში მიწევდა სიარული. ან კიდევ რასაც ვკითხულობ,
დაახლოებით 10% არის მოპარული პირდაპირ. ახლა არასამთავრობო სექტორისათვის და საერთაშორისო დამკვირვებლებისათვის აი ამის გამოვლენა რა ხდებოდა წინა საარჩევნო პერიოდში და ხმების დათვლის დროს არის საკმაოდ რთული. საერთაშორისო ორგანიზაციები ვერ აფასებენ რეალურად რა მოხდა. სამწუხაროდ საერთაშორისო ორგანიზაციებს ბოლომდე არა აქვთ ის ბერკეტები, რაც მათ სრულფასოვნად გააგებინებს თუ რა მექანიზმები მოქმედებს ამა თუ იმ კონკრეტულ საზოგადოებაში. არჩევნებს 111 ადგილობრივი და 55 საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდებოდა და არც ერთ დასკვნაში არ არის მითითებული, რომ არჩევნები არის არალეგიტიმური, ასევე არასამთავრობო სექტორი მიანიშნებს იმაზე, რომ დარღვევების შესახებ თავად ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებლებს საარჩევნო უბნებზე უმეტეს შემთხვევაში არანაირი საჩივარი არ შეუდგენიათ, შესაბამისად სამოქალაქო სექტორს უჩნდება შეკითხვები, თუ კი დარღვევები დაფიქსირდა, რატომ არ ასახა ეს დარღვევები დოკუმენტურად ოპოზიციამ ამ შემთხვევაში ნაციონალურმა მოძრაობამ. მადლობა გურამ, რომ გავასაუბრებდა პირდაპირ ეთერში.